მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტს სახელწოდებით როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, ვისაუბრებთ რელიგიაზე და გეოპოლიტიკაზე. ეს არის მიმართულება, რომელსაც ხშირად ივიწყებენ ხოლმე პოლიტიკური ანალიზის ჭრილში. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამ თემას დავუთმოთ ორი ეპიზოდი. პირველ ეპიზოდში ჩვენ ვისაუბრებთ გლობალურ ტრენდებზე და თუ რა გავლენა აქვს რელიგიას გლობალურ პოლიტიკაში. შემდეგ ეპიზოდში, რომელიც შემდეგ კვირაში აიტვირთება, ჩვენ უფრო ჩაუღრმავდებით ჩვენს რეგიონს. ამ მიმართულებით ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო სტუმარი. დღეს ჩვენი სტუმარია პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, ასოცირებული პროფესორი გიორგი ფარეშიშვილი და ვიდრე გადავიდოდეთ ძალიან საინტერესო ეპიზოდზე, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ იაქტიუროთ კომენტარებში, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები და გამოიწეროთ ჩვენი, საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube-ის გვერდი. თითოეული თქვენი ინტერაქცია გვეხმარება ხმა მივაწვდინოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ამიტომ კიდევ ერთხელ გთხოვთ იაქტიუროთ კომენტარებში, მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები და გამოიწეროთ ჩვენი YouTube-ის გვერდი. დიდი მადლობა, რომ გვიყურებთ. დიდი მადლობა გიორგის სტუმრობისთვის. როგორც უკვე ვთქვი, ვისაუბრებთ რელიგიაზე და რელიგიის მნიშვნელობაზე თანამედროვე პოლიტიკაში და ეს ეპიზოდი ორ ნაწილად გაიყოფა და პირველი ნაწილი გვექნება, ასე ვთქვათ, მიმოხილვა რელიგიის როლისა თანამედროვე პოლიტიკაში. ეს თემა ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე გეოპოლიტიკაზე და საუბარი იწყება საერთაშორისო ურთიერთობებით, საუბარი იწყება სამხედრო ძალით, ეკონომიკით და ხშირად ძალიან ხშირად სამწუხაროდ ეს რელიგიის ელემენტი ქრება სრულიად ანალიზიდან და დღევანდელი გადაცემის და დღევანდელი ეპიზოდის აზრიც და ჩემი აზრით მნიშვნელობაც არის ის, რომ შემოვაბრუნოთ ეს ელემენტი თანამედროვე ანალიტიკურ სფეროში. და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება დავიწყოთ თვითონ რელიგიის როლზე ისტორიულად რა როლი ქონდა რელიგიას პოლიტიკაში? მოგესალმებით, ძალიან მიხარია, რომ მეც მეძლევა საშუალება ასეთ საინტერესო გადაცემაში ვიყო შენი სტუმარი იმ ბევრ კარგ პროფესიონალთან ერთად, რომელიც უკვე ვიხილეთ. და მადლობა აღნიშნული თემის წამოწევისთვის. რატომ მადლობა? იმიტომ რომ ბოლო 10 წლეულების ალბათ რაცნაირი საკითხად იქცა ის, რომ თითქოს რელიგია გავიდა დღის წესრიგიდან, თითქოს აღარ არის ისე აქტუალური და ჩვენ ვნახეთ იგივე გეოპოლიტიკურ ჭრილშიც, იგივე მსოფლიოს ვთქვათ ახალი დღის წესრიგებით გარკვეული წლების წინ, რომ თითქოს იგივე მემარცხენე იდეოლოგიის ნაწილში იყო თუ ვთქვათ სხვა იდეოლოგიების ჭრილში, რომ ესეთ მკაცრად სეკულარიზებულ საზოგადოებებს თითქოს ვქმნიდით, თუ პოპულარული იყო თუ მოდაში იყო, არ ვიცი. და ბოლო პერიოდის გადანაწილება უკვე მსოფლიოში, იგივე ვთქვათ მემარჯვენე პოზიციის მქონე კანდიდატების გამარჯვებაში იქნება ეს თუ ას შემდეგ, მოგეხსენებათ იმ პარტიების, რომლებიც უფრო ტრადიციულ იდეოლოგიას თუ კონსერვატულ მიდგომებს იზიარებენ, რელიგია რაღაც აქტიურად ბრუნდება დღის წესრიგში და ზოგადად ის ფასეულობათა ნაწილი, რომელი ფასეულობებიც საუკუნეების განმავლობაში იყო ჩამომყალიბებელი ამა თუ იმ ქვეყნების, მათ შორის როგორც ეძახიან დიდ ქვეყნებს, თუ არ აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში როგორ წარმოაჩენთ ამ ყველაფერს. ისტორიულად ამას ბევრი მტკიცება და არგუმენტი არ სჭირდება იმის თქმას, რომ და იმის მტკიცებას, რომ რელიგიამ გარდამტეხი როლი შეასრულა ზოგადად მსოფლიო პოლიტიკური რუკის ჩამოყალიბებაში და ცივილიზაციების ჩამოყალიბებაში, მოგეხსენებათ. ანუ რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქრისტიანობის მნიშვნელობას დასავლური სამყაროს ჭრილში და ზოგადად ამერიკის დაარსების ნაწილში იქნება ეს თუ ზოგადად ევროპის კონტინენტის პოლიტიკურ რუკის არსებობაში, იმიტომ რომ ის ფასეულობები, რაზეც დგას ზოგადად ქრისტიანობა და
ის ღირებულებები, რასაც ეს მოძღვრება გვასწავლის, მოგეხსენებათ მთლიანად ამერიკული დემოკრატია ამაზეა დაფუძნებული და ზოგადად ევროკავშირის პრინციპების მთლიანად ქრისტიანულ ფასეულობებს და ღირებულებებზე აგებული, ამიტომ თავშივე არასწორია ხომ ის ნარატივები, როდესაც ცდილობენ წარმოგვიჩინონ ევროპა თუ ამერიკის შეერთებული შტატები რაღაც ანტიქრისტიანულ მონსტრად, რომელიც ესწრაფის ყოველგვარი ტრადიციული თუ ფასეულის თუ ზოგადად ქრისტიანული ღირებულებების რაღაც თითქოს საწინააღმდეგო მანქანას, რომელიც მუშაობს მის წინააღმდეგ. იგივე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თანამედროვე ევროკავშირი თავისი იდეოლოგიით მთლიანად არის დაფუძნებული სწორედ ამ ღირებულებებზე და ამ პრინციპებზე. საუკუნეთა განმავლობაში იგივე ისლამმა უკვე საკმაოდ დიდი როლი შეასრულა მოგეხსენებათ, მას შემდეგ რაც ისლამი აღმოცენდა და როგორც სტრუქტურირებული რელიგიად ჩამოყალიბდა, მერვე საუკუნის შემდგომ განსაკუთრებით ეს და როცა დაიწყო ეს რაღაცა დიდი აღმასვლა, არ შეიძლება ამისი არ აღნიშნა ყოველ შემთხვევაში, რომ ჩვენი სამეზობლოს ჭრილშიც ახლო აღმოსავლეთში იქნება ეს თუ ზოგადად რეგიონში ისლამი იყო განმაპირობებელი იგივე პოლიტიკური დღის წესრიგისა და შემდგომ ჩვენ ვნახეთ საქართველოს ისტორიის განმავლობაშიც ბრძოლები ძირითადად მიმდინარეობდა რელიგიური მოტივით, ხო, თითქოს და რელიგია იყო განმაპირობებელი ამ შემთხვევაში და რელიგიის დაცვის საბაბით ფასეულობათა დაცვის საბაბით ხდებოდა ის გარდაქმნები საუკუნიდან საუკუნის მანძილზე და თითქმის არ არსებობს მშვიდობიანობის რაღაც ნახევარსაუკუნოვანი პერიოდიც კი საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით იგივე შუა საუკუნეების შემდეგ პერიოდშიც მანამდეც, როდესაც არ მომხდარიყო მსგავსი თქვათ შეჯახება. ცივილიზაციათა შეჯახების კონტექსტშიც მე რა თქმა უნდა თავისი თეორიები უკვე საკმაოდ ცნობილმა მეცნიერებმაც წარმოგვიდგინეს, მაგრამ უნდა ვთქვათ ის ფაქტი, რომ ჩვენ საქართველოს ისტორიის კონტექსტში მივიღეთ ძალიან საინტერესო მოცემულობა ამ შემთხვევაში და უფრო შეგვიძლია ჩვენს ქვეყანაზე უფრო მეტი ყურადღება გავამახვილოთ, რომ მთლიანად რელიგიას დაეფუძნა სახელმწიფოებრიობა და რაღაც ტოლობის ნიშანი იყო ამ ყველაფერში დადებული. ამაში რას გულისხმობ, რომ მოგეხსენებათ ქრისტიანობის ამ შემთხვევაში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ განსაკუთრებით და უნდა აღინიშნოს, რომ მომავალ წელს 1700 წელი უნდა აღვნიშნოთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების, ხო, 326 წლიდან, როდესაც ოფიციალურად ითვლება, რომ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. არც ღირს მგონი იმაზე დავა, რომ რელიგიამ და ამ შემთხვევაში ქრისტიანობამ განაპირობა ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და მთლიანად ის გავლენა და ის ფასეულობები, რომელსაც ქრისტიანობა იზიარებდა, ერთმნიშვნელოვნად იქცა ჩვენი მეფეების თუ იმ სისტემების, რომელ პერიოდებშიც გვიწევდა ყოფა, რაღაც მთავარ განმაპირობებელ ნიშნად თუ იარაღად. მოგეხსენებათ ქართველი თუნდაც მეფეებისთვის რამხელა მნიშვნელობას იძენდა იგივე იმ პერიოდში, როდესაც მათ აღარ აძლევდნენ უფლებას, რომ ქრისტიან მეფეებად ასულიყვნენ ტახტზე და მოგეხსენებათ თუნდაც ერეკლეს და მამამისის დამოკიდებულება იმ ფასეულობებთან, რომ აუცილებლად მათ ქრისტიანად უნდა შეძლებოდა მას ტახტზე ასვლა, თქვათ იგივე მეფე ერეკლეს და რამხელა მიღწევა იყო იმ პერიოდისათვის და რაზე იყო ამ ყველაფერზე ხაზგასმა, ხო? თითქოს და სწორედაც აღინიშნება, რომ ეთნოფილეტიზმი, თქვათ, რასაც გულისხმობს, თქვათ, ერების და რელიგიის ტოლობის დასმა არ არის სწორი ამ შემთხვევაში ქრისტიანობაში, განსაკუთრებით რაღაც ქართული მართლმადიდებლობა, ან ბერძნული მართლმადიდებლობა, ან რუსული, იმიტომ რომ ქრისტიანობა თავის შინაარსით ყველასთან არის და არ არის მხოლოდ რაღაც კონკრეტულ ერთთან. მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც იდენტობის ნიშნად
ჩვენს რეალობაში, ქართულ რეალობაში სახელმწიფოებრიობის თუ გავლენების ნაწილში ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ამაზე ვთქვათ, რომ ქრისტიანობა იყო მთავარი განსაზღვრელი ფაქტორი ყოველ შემთხვევაში ბოლო 15 საუკუნის განმავლობაში, განსაკუთრებით ჩვენი სახელმწიფოებრიობის ამ შემთხვევაში და იგივე, როდესაც აგერ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ჯერ კიდევ 2000-იანების დასაწყისში ის ცნობილი კონსტიტუციური შეთანხმება გააფორმა საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასთან კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ და პრეზიდენტმა შევარდნაძემ მთავარი განმაპირობებელი ამ შეთანხმებისა იყო ერთადერთი რამ რომ იმ 8 წლისა და იმ ნიშნულობის გამო რომელიც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვაში, გამტკიცებაში და შენარჩუნებაში, ამიტომ ვაფორმებთ ამ კონსტიტუციურ შეთანხმებას, კონკორდატს რო ეძახით დღეს და ეს იყო ყველაზე მთავარი არგუმენტი და ძალიან ესეთი დასავლეთისთვისაც მათ შორის ძალიან მისაღები არგუმენტი და მისაღები დოკუმენტი იმ ნაწილში რომ თქვათ ერთი შეხედვით სეკულარულ ქვეყანაში, სადაც ყველა რელიგიის უფლება უნდა ყოფილიყო დაცული და სამართლიანადაც, რა თქმა უნდა, ერთ კონკრეტულ რელიგიას, ამ შემთხვევაში მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას, ჰქონდა და აქვს განსაკუთრებული სტატუსი, ამ შემთხვევაში კონსტიტუციის შემადგენელი, ესე იგი, რანგით საკმაოდ მაღლად მდგომი კონსტიტუციის შემდეგ პირველ ადგილას მდგომი კონსტიტუციური შეთანხმება და ამის მთავარი მიზეზია სწორედ ის გავლენა და ის განსაკუთრებული ესე იგი 8 წლი და დამოკიდებულება რაც მართლმადიდებელმა ეკლესიამ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოაყალიბა როგორც რომ დაცული ყოფილიყო ქვეყნის სახელმწიფოებრიობა. ეს პირდაპირ ტოლობის ნიშნის დასმა, ხო? ამიტომ ის ერთ პერიოდში ტრენდული საკითხი რომ ესე იგი ძალიან კაცრად უნდა გასულიყო რელიგია, შემთხვევაში პოლიტიკის დღის წესრიგისაგან და იგივე თუნდაც ფრანგული სეკულარიზმის მოდელი უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რაც თავის თავში გულისხმობს რელიგიის და სახელმწიფოს მკაცრ გამიჯვნას ყველა კონტექსტში ამ შემთხვევაში. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი საკითხი ქართულ რეალობაში არ მუშაობს და არც ზოგადად არ მუშაობს, რადგან ეკლესიას და ზოგადად რელიგიას ყოველთვის ჰქონდა გავლენა პოლიტიკაზე, იმდინარე მოვლენებზე რო აღარაფერი ვთქვათ და მოგეხსენებათ ბოლო კონფლიქტები და დაპირისპირებების ერთ-ერთი მთავარი განსაზღვრელი ფაქტორი სწორედ რელიგიური მოტივი ხშირად იქნება ხოლმე და ვიხილეთ ჩვენ მსგავსი დაპირისპირებები არა მხოლოდ ევროპაში, არამედ სხვა ტერიტორიებზე მთელი დედამიწის მასშტაბით და ამიტომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ ის რომ თანამედროვე ტენდენციები სწორედ ამას აჩვენებს, რომ რელიგია კვლავ აქტიურად რჩება განმაპირობებელი იმ გავლენების მოხდენაში პოლიტიკურ აქტორებზე იქნება ეს სახელმწიფოებზე არა აქ მნიშვნელობა რელიგიას კიდევ ერთხელ ვამბობ როგორც განსაკუთრებით რა თქმა უნდა ქრისტიანობა და ისლამი ამაში მოწინააღმდეგეები გახლავთ იმ მოცემულობიდან გამომდინარე რომ ყველაზე მეტი აღსარებელი ამ ორ რელიგიას ჰყავს დღეს მსოფლიოში და შესაბამისად კვლავ ისინი რჩებიან აი ამ დღის წესრიგის შემქმნელად როგორც აზიაში ისე ევროპაში და ზოგადად დასავლურ სამყაროში. კი ბატონო, ძალიან საინტერესოა და ვახსენეთ კიდევაც ნაწილობრივ, რომ რელიგიას უდიდესი როლი აქვს სახელმწიფოების ან ზესახელმწიფოებრივი ორგანიზაციების, როგორც შეიძლება იყოს ევროკავშირი, ან საქართველოს პატარა ქვეყნების, როგორც საქართველო არის, ამ მათი იდენტობის ჩამოყალიბებაში. თუ შეგვიძლია ვისაუბროთ, რა გავლენა აქვს კონკრეტულად რელიგიას სხვადასხვა ამ მიმართულებებზე და როგორ უწყობს ხელს ის სახელმწიფოების და ამ ორგანიზაციების იდენტობის ჩამოყალიბებას. როგორც უკვე თქვით, თვითონ ფასეულობათა ნაწილი ან ამ შემთხვევაში უნდა შევისდეთ შინაარსში თუ რა ფასეულობებს იზიარებს იგივე ქრისტიანული ეკლესია და ზოგადად ქრისტიანობა რაზეა დაფუძნებული, ხო და თქვათ რატომ გახდა ევროპისთვისაც ის მთავარი და იგივე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ელემენტარულად გავიხსენოთ და გადავიდეთ იქ როგორ დაარსდა ამერიკის შეერთებული შტატები, მოგეხსენებათ ეს იყო პროტესტანტული ტალღა ევროპიდან აგორებული პროტესტანტების მიერ, რომლებიც ჩავიდნენ და დაარსეს მერე სწორედ რელიგიური იდეების პროტესტს
გულისხმობს ეს მხოლოდ ხო ქრისტიანული ამ შემთხვევაში ტრადიციული კათოლიციზმის დროს რომ განვითარდა ევროპაში, ეს იყო საფრანგეთსა თუ შვეიცარიაში და ამ ტერიტორიაზე, როდესაც აი ეს ჯგუფები ჩავიდნენ, თქვათ, ვერ მოვიდნენ თანხმედრაში იგივე პოლიტიკურ ქრისტიანობასთან, რომელიც უკვე მოგეხსენებათ, რომ ყოველთვის იზიდავდა პოლიტიკოსებს და მმართველებს რელიგიის გამოყენება თავისი მიზნების შესასრულებლად და ბევრი პოლიტიკური ელემენტი იყო ხოლმე ჩართული იგივე ევროპაში მოგეხსენებათ ვატიკანის თუ კათოლიკური სამყაროს მთელი რიგი პერიოდები ახასიათებს, როდესაც პაპები განსაკუთრებით ცდილობდნენ, რომ მაქსიმალური ძალაუფლება ჰქონოდათ და რელიგია ყოფილიყო ამისთვის გამოყენებული და ეს ახალი არ არის მოგეხსენებათ და აქ განსაკუთრებულს მე არ ვამბობ, იგივე აღმოსავლეთის სამყაროში რელიგია იყო ხშირად იარაღი და მაქსიმალურად ხდებოდა ისეთი საკითხების წინ წამოწევა და სათავისოდ გამოყენება იგივე ისლამურ სამყაროში, რომ დღესაც ვხედავთ იგივე ავღანეთის მაგალითზე თუ ირანში თუ სხვა ქვეყნებშიც, რომ ისლამი აქტიურად რჩება გარკვეულწილად საშუალებათაც, რომ მაქსიმალურად იყოს გავლენაც და აღნიშნულ საფუძველზე იმართება სახელმწიფოები და პირდაპირ ხო მათ სახელწოდებებშიც არის ეს აღნიშნული, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის ნაწილში რომ ეს რელიგიური ტიპის სახელმწიფოებია და რელიგიური კანონები განსაზღვრავს იქ დღის წესრიგს და არა რაღაც საერო კანონმდებლობა და იგივე მდგომარეობა ამ შემთხვევაში ევროპაშიც ქრისტიანობაზე დაფუძნებული ღირებულებითი ნაწილი, რაც გულისხმობს სწორედ ესე იგი იგივე ჩაგრულების მხარდაჭერას იქნება ეს თუ თანასწორობის პრინციპებს იქნება ეს თუ სხვა ფასეულობათა ნაწილს, რომელსაც ქრისტიანობა იზიარებს, პირდაპირ არის ეს თუნდაც იგივე მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა, იგივე ხო სახარებაში არის პირდაპირ ეს აღნიშნული დაწერი, რომელ პრინციპებზეც არის გარკვეულწილად დაფუძნებული მთელი ეს ფასეულობათა სისტემა, სეკულარიზმის თუ გამიჯვნის თუ დამოკიდებულებების ზოგადად მმართველებთან იქნება ეს თუ სახელმწიფოებთან მორწმუნე მრევლის თუ ზოგადად საზოგადოების ვინც იქ ცხოვრობს. ამიტომ ახალი აქ არაფერი არ არის იმ ნაწილში, რომ შეიძლება ამებს სხვა სახელი დაერქვა, მაგრამ კვლევისთვის თუ ცოტა ღრმად ჩავალთ და დავინახავთ რა გახდა თუნდაც თანამედროვე ევროპისთვისაც წინააღმდეგობის ნაწილი, ვნახავთ, რომ იქ კულტურული და ცივილიზაციათა შეჯახების ელემენტები შეინიშნებოდა, იგივე ვთქვათ, მთავარი პროტესტები და პოლიტიკური სისტემების შეცვლა, რამაც გამოიწვია და საზოგადოების გემოვნების, რამოდენიმე სახელმწიფოში განსაკუთრებით და ვექტორების შეცვლა მემარცხენეობიდან მემარჯვენეობისკენ თუ ძირითადად როგორც წესი ეგრე მოხდა, ხო, ტენდენცია ესე ჩანს ევროპის ტერიტორიაზე, რომ უფრო ფასეულობათა ნაწილში კონსერვატიული მიდგომებისკენ იყო სწორედ ის რაღაც კულტურული და ვთქვათ, სხვა განსხვავებები, რომლებიც მიგრანტების ტალღებს მოყვა ევროკავშირის ტერიტორიაზე, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მოგეხსენებათ არსებული პრეზიდენტის პირობებშიც ერთ-ერთი მთავარი ღია ესე იგი ხდება მისი მხრიდან იგივე მისი რელიგიურობაზე ხაზგასმა, იქ გადაწყვეტილებების მიღებისას სასულიერო პირებთან ერთად თქვათ ჩნდება არაერთხელ ეკრანზე და ძალიან ღიად აფიქსირებს თავის რელიგიურ წამს ამ შემთხვევაში მოქმედი პრეზიდენტი და კანონმდებლობაშიც ამას საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და უთმობს. იგივე ევროპულ ნაწილშიც საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობენ უკვე ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, ევროპული კანონმდებლობა ყოველთვის გამოირჩეოდა რელიგიებისადმი დაცვის ნაწილში, თუ იგივე ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ხო, თამაშ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამაგალითო კანონმდებლობა აქვს და ძალიან კარგი ტრადიციები აქვს, თუნდაც დიდ ბრიტანეთს, როგორც ყოფილ ევროკავშირის ყოფილ წევრ ქვეყანას და ნატოს წევრ ქვეყანას, იგივე ბელგიის სამეფოს იქნება ეს თუ გერმანიას ან თუნდაც ჩეხეთსაც კი
ძალიან მარტივად შეგვიძლია კონკრეტული მაგალითების მოყვანაც, რომ თუნდაც დიდ ბრიტანეთში დღემდე ასეთი მოგეხსენებათ მონარქი ითვლება ეკლესიის თავადაც, ხო? ეკლესიის ამ შემთხვევაში ანგლიკანურ ეკლესიას გულისხმობთ, ქრისტიანულ ეკლესიას და იგივე ეპისკოპოსები არიან მოქმედი პარლამენტის წევრები. სავალდებულო კვოტის წარმოდგენილები დიდი ბრიტანეთის პარლამენტში და ჩვეულებრივად ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა სამართლებრივი დოკუმენტების შექმნაში იქნება თუ შემუშავებაში და ეს არანაირი პრობლემას არ წარმოადგენს დიდი ბრიტანეთისთვის როგორც ევროპული ფასეულობების და ღირებულებების ეს მათი ტრადიცია და ეს მათი ფასეულობა იგივე მოგეხსენებათ ისიც რომ ყველა დოკუმენტზე აი ამ ეკლესიის თავმა უნდა მოაწეროს ხო ხელი რომ ლეგიტიმური გახდეს ბრიტანეთში და თუნდაც ის ტრადიცია რომ მაგალითად ბრიტანეთის მონარქის კანდიდატი მონარქობის კანდიდატის მეორე ნახევარის თუ არ არის იმავე აღმსარებლობის მას შეიძლება დაკარგოს ტახტზე ასვლის უფლებაც და აი ამასაც ძალიან იგივე როგორც მაგალითად ბელგიის ნაწილშიც ასეა რომ თუ არ არის მაგალითად კათოლიკური ეკლესიის წევრი მონარქობის მეორე ნახევარი ისიც ტახტზე ასვლის უფლების დაკარგვა შეიძლება ამან გამოიწვიოს და იგივე მაგალითად დიდ ბრიტანეთსაც აქვს ეს მხარდაჭერა იგივე თავიანთი რელიგიური ნაგებობებისადმი ეს იქნება თქვათ სხვადასხვა ფინანსურ ნაწილში მხარდაჭერა აღდგენის ნაწილში თუ შენახვის თუ ყველანაირად ხდება ეკლესიის მხარდაჭერაც ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან და აქ რაღაც განსაკუთრებული ამბავი არ არის. შენ ამბობ, რომ ევროკავშირი რელიგიას არ გვართმევს? რელიგიას არამც თუ არ გვართმევს, არამედ ევროკავშირი არის დღეს ადგილი, სადაც არის დაცული განსაკუთრებით რელიგია და არის დაცული არა მხოლოდ სამართლებრივ დონეზე, არამედ ყველა ფაქტობრივ და ყველა იერარქიის დონეზე, ამ შემთხვევაში სახელმწიფო იერარქიის დონეზე, იმიტომ რომ თუნდაც საკაპელანო სისტემა, ხო? თქვენი წარსული საქმიანობაც ამასთან პირდაპირ კავშირში იყო, იმიტომ რომ ჩვენთან ბოლო წლებში ხდებოდა ამის ჩამოყალიბება, რომ მაგალითად სამხედრო ნაწილებში ყოფილიყვნენ სასულიერო პირები, რომელიც ტრადიციაც მსოფლიოს აქვს, არაერთი წელია და ამის გამართული სისტემა. მე ვიცი რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში ამჟამინდელი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი იყო პირველი, ვინც დაიწყო ამ საკითხზე პრეზიდენტ შევარდნაძის დროს ქართულ თავდაცვის სისტემაში შეტანა საკაპელანო სისტემის და აი პირველი გადამზადებები, იგივე დიდ ბრიტანეთში აქტიური შეხვედრები, საუბრობ 90-იან წლებში და აი ეტაპ ხდებოდა საქართველოშიც ამის ჩამოყალიბება და სწორედ ევროპული მაგალითების აღება, როგორ მუშაობდა ევროპა ამ კუთხით, როგორ შედიოდა, როგორ ვთქვათ რელიგიური სურვილების დაკმაყოფილება, ჯარისკაცების იქნება ეს თუ თქვათ სხვადასხვა დაწესებულებები, რომელიც ჩაკეტილი დაწესებულებებია და იქ მხოლოდ საჯარისო კაპელანები, ჯარის კაპელანები არ არსებობენ, ხო? იგივე თქვათ ციხეებში, სადაც პატიმრები არიან, იქ ცალკე სპეციალურად ყავთ სასულიერო პირები, რომლებიც აქტიურად, სისტემატურად შედიან, თქვათ გავს ადგილებში, სადაც ესე ღია არ არის მიმოსვლისთვის და სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. ასევე იგივე გერმანიის მაგალითი არის საინტერესო, რომ იქ აღიარებული რელიგიები, რომელიც არის ტრადიციულად სახელმწიფოს მხრიდან და ვთქვათ არიან რაღაც გარკვეულ ტერიტორიაზე აღსარებლები, მათ აქვთ უფლება, რომ იგივე ადგილობრივ მუნიციპალიტეტსაც მიმართონ და ვთქვათ მათ მოახდინონ დაფინანსება იგივე კონკრეტული სასულიერო პირის მივლინების იქ და რაღაცა სულიერი მხარდაჭერის მიღების და თითქმის არ არსებობს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელსაც ძალიან მკაფიოდ არ აქვს აღნიშნული საკითხები დარეგულირებული და არ არის თქვათ რელიგიის შესახებ კანონი, ან არ არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რომელი მექანიზმებითაც ისინი ძალიან ხაზგასმულად და მნიშვნელოვნად უჭერენ მხარს ადგილობრივ რელიგიებს. იგივე
ქართული ეპარქიები რო ავიღოთ დღეს, რომელიც ევროპაში მოქმედებს და არა მარტო ევროპაში, ხო, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში დღესაც ახალი ტაძარი გაიხსნა, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დღევანდელ დღეს ახლა ჩვენ როცა წერთ ამ ვიდეოს და მათ შორის ერთი თვის წინ მე თვითონ ვიყავი ნიუ-ჯერსიში საკმაოდ დიდი ტაძრის გახსნაზე, მართლმადიდებლური ტაძრის გახსნაზე, რომელიც ეკუთვნის საქართველოს საპატრიარქოს, გაიხსნა გრიგოლ ხანძთელის ტაძარი, რომელსაც პირადად ვესწრებოდი და მხოლოდ და მხოლოდ ხარდაჭერა თუ იყო ადგილობრივების მხრიდან, არა სულ რომელ ხელისშეშლაზეა იქ საუბარი, ერთადერთი ითხოვენ რომ უბრალოდ სტანდარტები რომელიც არის მშენებლობის იქნება ეს თუ უსაფრთხოების იცით მოგეხსენებათ დასავლურ სისტემას ეს განსაკუთრებულად კარგი აქვს რომ სიცოცხლე და ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს დაცული ლიტანიობა ჩატარდა ხატებით და გალობით და ყველაფრით და რა ვიცი მე აშკარად ქვის მსროლელი და რაღაც მოწინააღმდეგე არავინ დამინახავს ნიუ-ჯერსიში და ამის ძალიან ასეთი კარგი კადრებიც მე ვნახეთ ყველამ ერთად. ეგერ მართლა ერთი თვე არ არის გასული, დღეს კიდევ ახალი ტაძარი ეკურთხა ამერიკაში. ქართულზე ამას ვიწროთ ქართულ აი ამ 3 მილიონიანი ქვეყნის ხალხზე ვამბობ, პრობლემაც შეძლეს. ეს რას გულისხმობს, რომ დასავლეთი ამას ხო ვერ შეძლებ თუ არა გაქვს თქვათ ადგილობრივი პოლიტიკური საზოგადოების მხარდაჭერა, ხო რეალურად და ეს რაღაც ვერ მოხდება ჩუმად და ეს ვერ მოხდება ვინმესგან მალულად, მით უმეტეს დასავლურ სამყაროში. იგივე ხდება მაგალითად ბელგიაში, სადაც ბელგიის ხელისუფლება და ადგილობრივი სხვა ეკლესიები, იგივე ქრისტიანული ეკლესიები ყველანაირად გვიჭერენ მხარს ჩვენი ქართული საქართველოს საპატრიარქოში არსებული თქვათ სამრევლოების გახსნის და იგივე ტაძრების გადაცემის საკითხი იქნება, მათ შორის უსასყიდლო სრულიად, იგივე კათოლიკური ეკლესიის მიმართ უნდა ითქვას მადლიერება, რომ სოფლიოში და ევროპაში განსაკუთრებით არაერთ ტაძარს გვითმობენ სრულიად უსასყიდლოდ და გვაძლევენ საშუალებას, რომ იქ იყოს იგივე მართლმადიდებლური ქართულ ენაზე შესრულებული ღვთისმსახურება, ხო? ეს არის ძალიან უნიკალური კონკრეტული მაგალითი, ხელშესახები მაგალითები იმ ნარატივებზე განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ საუბრობთ, რომ რაღაცა ევროპას, ან დასავლეთს, ან ამერიკას რაღაცა ქრისტიანობა არ უნდა, ებრძვის და ყველგან თქვათ განსაკუთრებით ნეგატიურ კონტექსტში ვიხსენიებთ ხოლმე იგივე თქვათ ისლამურ სამყაროს ან თქვათ მსგავს დამოკიდებულებებს, იმიტომ რომ ძალიან შორს არის ერთმანეთისგან პოლიტიკური ისლამი, თუნდაც და ჭეშმარიტი ისლამი, რომელიც საერთოდ არ ქადაგებს არც ძალადობას, არც რადიკალიზმს და არც არავის განადგურებას. პირიქით, ისევე როგორც ქრისტიანობა, ისიც სიყვარულზე და თანადგომაზე დაფუძნებული რელიგიაა, აბრაამისტული რელიგიაა, ხო? ამიტომ არის ეს თქვენი პოდკასტიც ძალიან კარგი საშუალება, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ხელშესახები კონკრეტული მაგალითები და არ იყოს რაღაც მოწყვლადი იმ ნარატივებზე, იმ გამიზნულად არასწორი ინფორმაციებზე, რომელიც სამწუხაროდ არაკეთილის მოსურნეებისაგან ხშირად ვრცელდება ხოლმე. ხა მოგეხ ჩვენს მეზობელ თურქეთშიც კი, რომელიც ითვლება, რომ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შესაძლოა ჩემი კოლეგების პოლიტიკის მეცნიერებების სპეციალისტებიც საერთაშორისო ურთიერთობების თვლიან, რომ უფრო მეტად თქვათ რაღაც ბოლო 10 წლეულში მოგეხსენებათ თქვათ ათათურქის შემდგომ ის ძალიან სეკულარული ქვეყანა გახდა, ხო? ახალი თურქეთი, რომელიც შეიქმნა და ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია ამ ქვეყანამ, მათ შორის სამართლებრივი კანონმდებლობითაც და იგივე ათათურქის პერიოდში მაგალითად სასულიერო პირებს თვითონ აეკრძალათ ესეთი სასულიერო შესამოსლებით რელიგიური ტანსაცმლით ქუჩაში სიარულიც კი, მათ შორის ისლამის აღმსარებლობის წარმომადგენლებს არა მხოლოდ თქვათ მოგეხსენებათ კონსტანტინოპოლი ყოფილი ამჟამინდელი სტამბული რელიგიათა და ცივილიზაციათა გზაგასაყარია და ყველა რელიგიას შეხვდებით და ყველა ეროვნებას შეხვდებით და იმდენად ესეთი დასავლური ხედვის და ესეთი სეკულარული მიდგომების იყო ათათურქის პოლიტიკა, რელიგიური პოლიტიკა, რომ რაღაცა აფიო გამოხატულებისაგან და რაღაცა არადოზირებული გამოხატულებისაგან, იყო რომ ყველას ქუჩაში გარეთ უნდა ევლო ყოველ შემთხვევაში ჩვეულებრივი სამოქალაქო
ტანსაცმლით და მაგრამ ეს არ გულისხმობდა იმას, რომ მას შეეზღუდა ტაძრების, იგივე ქრისტიანული ძეგლების გახსნა და ამ პერიოდში საკმაოდ ბევრი გაიხსნა მანამდე თუ თქვათ რაღაცები იყო დახურული და ატათურქის პერიოდამდე თურქეთში რაღაცა პრობლემა იყო და ასე შემდეგ აღარ საუბრობ თქვათ მეჩეთების საკითხზე და თქვათ ისლამური ტრადიციის განვითარებაზე და დღესაც მათ შორის ხო უნდა აღინიშნოს რომ იგივე კონსტანტინოპოლში, სტამბოლში არსებობს ქართულენოვანი სამრევლოც კი არა მხოლოდ ის რომ იქ ზოგადად ქრისტიანული ეკლესიები და ჩვენ ვნახეთ იგივე რომის პაპის ვიზიტი რამოდენიმე კვირის წინ ვისაუბრებთ ამაზე ისტორიული ვიზიტი რომელიც პირველი ვიზიტი იქ შედგა ახალი პაპისა იქ იმდენად მაქსიმალურად იცავენ იგივე თურქეთშიც მიუხედავად იმისა რომ არის იქ რაღაც პრობლემები იგივე რელიგიის კუთხით და ადამიანის უფლებათა კუთხით ამას უფლად დამცველები ხშირად უსვამენ ხოლმე ხას ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა ითქვას სამართლიანად რომ თუნდაც ქართული რეალობისთვისაც იქ არსებობს ქართულენოვანი სამრევლო მართლმადიდებელი ეკლესიის ქვეშ მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ სადაც რეგულარულად ყოველკვირეული წირვა-ლოცვა მიმდინარეობს ქართულად არის ქართული საკვირაო სკოლა სტამბოლში სადაც ბავშვებს ასწავლიან ქართულს კულტურასთან ფასეულობებთან ზიარებას და ტრადიციული ისლამის ქვეყანაშიც კი არის ამის შესაძლებლობა სადაც ესეთი სეკულარიზმია არარადიკალური არა თქვათ განსაკუთრებით არ ხდება რელიგიური მართლობის ხაზგასმა არამედ სეკულარული ქვეყანაა და ნორმირებულად და იქ მაქსიმალურად ცდილობენ ყოველ შემთხვევაში არ ზღუდავენ მოცემულობიდან გამომდინარე სხვა ქრისტიანულ დენომინაციებსაც მათ შორის კოპტური იქნება ეს თუ იგივე სომხური სამოციქულო ეკლესიის იქ პატრიარქიც გიყავთ ცალკე მოგეხსენებათ ტრადიციულად სომხურ ეკლესიას მაგალითად 4 პატრიარქი ყავს უმაღლესი კათოლიკოსი რომელიც ის ეჩმიაძინში და ასევე 3 ერთი იერუსალიმში, ერთი კილიკიაში, თანამედროვე ლიბანში და ერთი კონსტანტინოპოლში, თანამედროვე სტამბოლში, რომელიც ახაც იქ არის და წარმართავს თავისი მრევლის სამწყსოს და თავის საქმიანობას ახორციელებს სტამბოლში. ანუ ამით იმის თქვა მინდა რომ კონკრეტული მაგალითები, ხელშესახები მაგალითები დღესაც არის როგორც დასავლურ სამყაროში, ევროპის მასშტაბით, ისე აღმოსავლურ სამყაროში და ზოგადად, აზიაში ამ შემთხვევაში და ყოველთვის შეიძლება რაღაც აპირწონეთ, რაღაც რადიკალურ როცა ვიტყვით, იქ არსებობს ბევრი სხვა რომელზეც არ არის აუცილებელი რაღაცა ის ქაოსი შევქმნათ და ტრაგიკული მდგომარეობა დავდგათ, რომ დასრულდა და მეორედ მოსვლა იწყება. ხო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ეს ინფორმაცია. კი, და დიდი მადლობა, რომ ეს ინფორმაცია გაგვიზიარე. ძალიან საინტერესო არის ახლა ევროპის ისტორიას რო გადახედავ, ეს არის ომების ისტორია და სოფლიო ისტორიას თუ გადახედავ, განსაკუთრებით ჩვენ რეგიონში, ძალიან კარგად ვიცით, რომ ასე ვთქვათ, რელიგიურ იდეოლოგიებზე და იდეებზე დაფუძნებული იმპერიების გზა გასაყარი იყო, ასე ვთქვათ, საქართველო და ნარჩუნდება თუ არა ტენდენცია ეხლა. ნაწილობრივ შევეხეთ ამას, მაგრამ საინტერესოა თვითონ ორ დიდ ისტორიულად გეოპოლიტიკურ ძალას შორის, ქრისტიანობასა და ისლამს შორის. დღესაც ნარჩუნდება თუ არა რაღაც ტიპის პოლიტიკური კონფლიქტები თუ სხვა ეტაპზე არის გადასული ეს პროცესები და ავღწეროთ რა დინამიკა არის გლობალურად ამ ორ დიდ რელიგიას შორის. ძალიან საინტერესო ტენდენცია იგივე ისლამურ სამყაროში, ზოგადად ჩვენს რეგიონში კიდევ უფრო მეტად საინტერესოა და იგივე ქრისტიანული სამყაროს კუთხით. ამაში რას გულისხმობ? თუნდაც ჩვენი სამეზობლო რომ ავიღოთ, და იგივე თურქეთი არაერთხელ ვახსენეთ და იგივე თქვათ აზერბაიჯანზე რომ ვისაუბროთ ამ ორ ქვეყანას როგორც ისლამურ კონტექსტში,
მოგეხსენებათ, ერთი არის უფრო ტრადიციული შიიტური მიმდინარეობის ისლამის აღსარებელი, თქვათ ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი და თურქეთი გახლავთ უფრო სუნიტური განსხვავება რო აუღწეროთ, ამ შემთხვევაში შიიტური და სუნიტური ეს ისლამ ორივე მოგეხსენებათ, რომ ისლამს ახასიათებს, ესე იგი ორივე როგორ თქვა, მიმდინარეობა შიიტურის და სუნიტურის, მათ შორის საქართველოშიც ყავს ჩვენ იგივე ქართველი მუსლიმების სახით, განსაკუთრებით ზემოაჭარაში ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც უფრო ტრადიციული სუნიტური აღსარებლობის გამოირჩევიან და ეს უკვე და დოგმატური საკითხებია მთლიანად და ამ ტრადიციას მოიცავს, დოგმატურ თქვათ მთელი განსხვავებებსა და მსგავსებებს, მაგრამ საფუძველი სრულიად ერთია და იდეა და ფასეულობა სრულიად ერთია ამ შემთხვევაში. ხოლო რაც შეეხება იგივე აზერბაიჯანულ ენოვან მოსახლეობას საქართველოშიც ისინი უფრო მეტად შიიტურ უმრავლესობას წარმოადგენენ, მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად რელიგიური მათ შორის მცირე სხვაობისა ტრადიციულ სკოლების, თქვათ, შიიტურ და სუნიტურ მიმდინარეობას შორის, იგივე აზერბაიჯანი ბევრად მეგობრობს სუნიტურ თურქეთთან, ვიდრე მაგალითად შიიტურ ირანთან ამ შემთხვევაში, ხო? და სტრატეგიული პარტნიორობის ნაწილს უფრო ზემოთ აყენებს, შეიძლება ასე ვთქვათ, ვიდრე რელიგიური ერთიანობის და რელიგიური საერთო ნიშნის კუთხით. და ეს ძალიან საინტერესო ვთქვათ მდგომარეობა არის ამ შემთხვევაში თუ ვისაუბრებთ რელიგიურ საფუძველზე აზერბაიჯანისთვის ყოველ შემთხვევაში, რადგან მოგეხსენებათ იგივე ლიდერების ურთიერთობას, ესეთი სამაგალითოა, ხო, აზერბაიჯანის მეთაურის და თურქეთის სახელმწიფოს მეთაურის, ისინი ძმებად მოიაზრებენ თავს, რაც ერთ ხალხად თვლიან თავს, მაგრამ ამ შემთხვევაში რელიგია არ არის დამაბრკოლებელი ფაქტორი მათი სტრატეგიული მოკავშირეობის და მეგობრობის ქვეყნებს გულისხმობ. იგივე როცა მათ შეუძლიათ თუნდაც მოგეხსენებათ, ცოტა იყო დაძაბულობები მთელი არაერთ ხელ იგივე ირანსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით და საკმაოდ იწევდა კიდევაც ხოლმე პერიოდებში ეს ტემპერატურა მთელი საკითხებთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ მიუხედავად იმისა, რომ მათ საერთო რელიგია გააჩნიათ, ორივე შიიტური ისლამის აღსარებელი ქვეყანაა, როგორც აზერბაიჯანი, ისე შემთხვევაში ირანი. და რაც შეეხება ქართულ რეალობას, თქვათ და ჩვენს ქრისტიანობას, ჩვენ რეგიონში ყველაზე ახლო გამოვდივართ რუსეთთან, ხო და ყოველთვის იყო აგერ ბოლო 10 წლების განმავლობაში, 100 წლების განმავლობაში ერთმორწმუნეობის ეს ცნობილი ლეგენდა. როგორი ერთმორწმუნეები ვართ და როგორი საერთო რელიგია გააჩნია საქართველოს და რუსეთს და ისევ სჯობს, რომ მოდი ერთმორწმუნე რუსეთთან ვიყოთ, ვიდრე აგერ რეგიონში სხვა არავინ არ არის ჩვენი სარწმუნოების და ასეც ხდებოდა, ხო, ეს ყველაფერი ისე ხდებოდა, რომ ყველასთან დაპირისპირებულები შეიძლება გამოსულიყავით და ეს რაღაცა ჩარჩენილი მეხსიერება, ეს ჩარჩენილი ეს ისტორიული ბრძოლები და როგორც უკვე აღნიშნე, თუნდაც ისლამსა და ქრისტიანობას შორის ეს რელიგიათა შეჯახების რეგიონული კონტექსტიდან გამომდინარეც, აგერ გეორგიევსკის ტრაქტატთან რომ მივიდეთ 1793 წლიდანაც ეს ერთ-ერთი მთავარი თითქოს განაპირობებელი იყო, რომ ბევრად სანდოობა არსებობდა მართლმადიდებლურ რუსეთთან, ვიდრე შეიძლება იქ სპარსეთთან, ირანთან ყოფილიყო ჩვენი ფასეულობები და სტრატეგიები გაზიარებული. მაგრამ ამ შემთხვევაშიც აჩვენა ერთი რამ რუსეთმა, რომ რუსეთმა სწორედ იგივე წარმატებით გამოიყენა რუსული ქრისტიანობა, რუსკაია პრავოსლავია მართლმადიდებლობა, მთელი მათსავე ენაზე შეიძლება ვთქვათ, სწორედ პროპაგანდისათა თავის იმპერიალისტური იდეების შესასრულებლად და აქაც მივდივართ იმისკენ, რომ ამ შემთხვევაში რელიგიას
არ ქონდა თავისი დატვირთვა და შინაარსი. რელიგია და ამ შემთხვევაში მართლმადიდებლობა მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსეთისთვის აი ამ სტრატეგიის ნაწილად იქცა, რომელ სტრატეგიასაც ის დღესაც ძალიან წარმატებით იყენებს, მათ შორის საქართველოში, რომ აგერ ისე მართლმადიდებელი რუსეთი მიჯობს რაღაცა და ეს ფობიური განწყობების გაძლიერება, რაც პოლიტიკაზე აისახება, ხო, პირდაპირ პოლიტიკურ დღის წესრიგზე აისახება და ეს ხო ნელ-ნელა ილექება საზოგადოების ნაწილში და ჩვენ თუ დავაკვირდებით უახლეს ისტორიას რეგიონის და არა მხოლოდ საქართველოსი, ხო? კონფლიქტები ის მიზეზად ერთ-ერთი ყოველთვის რაღაც რელიგიური ნარატივი გაიარებდა ხოლმე. პირდაპირ შესაძლოა ეს არ იყო ერთი-ერთში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ რელიგიური საკითხები აუცილებლად რაღაც გროვდებოდა, ფეთქდებოდა და დღესაც იგივე ჩვენს ქვეყანაშიც როდესაც ჩვენი არაკეთილის მოსურნეებობა შეხედავენ ხოლმე, რომ ცოტა მშვიდად არის საქმე და თქვათ არანაირი დაპირისპირება რელიგიურ მოტივით, რელიგიურ ნიადაგზე არ ხდება, აუცილებლად ჩნდება რეგიონებში რაღაც გაურკვეველი, მაგალითად ღორის თავის მიჭედება უცბად მეჩეთზე და არსაიდან. ხო, არანაირი საფუძველი, ან რაღაც პანკისის ხეობაში შეეცდებიან ხოლმე რაღაცა არის ესეთი გაუგებარ ქმედებების მოწყობას, რომ რაღაცა დაგვაპირისპირონ და დაგძაბონ ერთმანეთთან და მე მთელი გულით ვამბობ, რომ პანკისელებზე ერთ გული არ ვიცი, ვინ შეიძლება როგორ შეიძლება საერთოდ ამ ხალხზე რაღაც ნეგატიურ კონტექსტში საუბარიც კი, იმიტომ რომ ვაინახები ისტორიულად ჩვენი კულტურის და ჩვენი რაღაც საოცარი ამ კავკასიის განუყოფელი ხალხია, რომლებმაც საქართველოსაც ძალიან პირდაპირ დაუმტკიცეს სიყვარული და ერთგულება ყოველთვის და ცდილობენ რაღაც ეს შეიტანონ ხოლმე იგივე იყო რაღაც რამოდენიმე წლის წინაც იქ ერთ-ერთ ვაინახებით დასახლებულ ქისტებით დასახლებულ სოფელში ტაძარია რაღაცა უცბად რაღაცა სროლა ქვების ამ ტაძარზე უცბად შემთხვევით დილას იქნა აღმოჩენილი და ყველაზე ცუდი ისაა რომ ამისი პროპაგანდა ხდება აქტიურად მედიით და ამაზე ხაზგასმა და გააჩერეთ დღესაც თუ გინდათ რა ვიცი ნებისმიერი ქუჩაში და უკითხოთ მაგალითად როცა ვსაუბრობთ პანკისზე და ვთქვათ ჩეჩნებზე ან ვაინახებზე ზოგადად რომ კრებსით სახელით ვისაუბროთ ვაინახებზე რა მოდის მათ თავში პირველი ხო არავინ არ გეტყვით რომ ახსენდება ვაინახური სიმღერა თუ ცეკვა თუ კულტურა ყველა რაღაც წავა შაუბნელი ამბისკენ, იმიტომ რომ რაღაც პარალელი და ნარატივად დატოვა. პირდაპირ ვამბობ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლების მხარდაჭერით, რომ რაღაცა მათ ეს ნეგატიურ კონტექსტში ხარე უნდა დაიკავონ, რომ აი თქვათ რელიგიურათაც, რომ აუცილებლად ისლამის ნაწილი და ეროვნებითაც, რომ რაღაცა სხვას განეკუთვნება და ეს იარაღია პირდაპირ, აბა რა რელიგია იარაღი არ არის გავლენებზე. იგივე მაგალითად ავიღოთ თუნდაც გაშუქების ნაწილს რო შევეხოთ, ძალიან როგორ აშუქებენ ქართული მედია სივრცე თუნდაც მაგალითად რო ხდება ქორწინება, ნაადრევი ქორწინების ნაწილში, მოგეხსენებათ რომ ეს დანაშაულია, ხო, სამართლებრივადაც. რაღაც ხაზგასმა ყოველთვის რომ რაღაცა უნდა ახსენონ აუცილებლად რეგიონი, ქვემო ქართლი, რაღაცა ხაზი უნდა გაესვას რელიგიურ თუ რაღაც თქოს რა რელიგიური ტრადიცია, მაგალითად ის რომ 12 თუ 14 თუ 16 წლის ასაკში უნდა გათხოვდეს ვინმე თუ ცოლი მოიყვანოს, არადა რეალურად ისლამი პირდაპირ არ აკურთხებს ესეთ ქორწინებებს და საქართველოში აღნიშნული რელიგიის სასულიერო პირებიც მე ვყოფილ ვარ შემსწრე რომ სოფელ დადიან და ხვდებიან თავიანთ მრევლს და ესაუბრებიან ამაზე რომ არ არის ნაადრევი ქორწინება კარგი, მაგრამ ნარატივი სხვანაირად რჩება და განწყობები სხვანაირად რჩება, ხო?
რო აღარ შევეხოთ თუნდაც ქართულ-სომხური საეკლესიო ურთიერთობების მრავალსაუკუნოვარ დაძაბულ ტრადიციას თუ შეიძლება ეს სიტყვა ვიხმაროთ ამ კონტექსტში და მთელ რიგ ჩამონათვალებს ეკლესიების, რომელიც დღემდე გაურკვეველ მდგომარეობაშია, კუთვნილებითი ნაწილი თუ ისტორიული წარმოშობის ნაწილი და ყოველთვის არის ხოლმე ესეც იარაღი, აი ეს დატოვებული სივრცელო, ეს რელიგიური გავლენების და რაღაცა დაპირისპირებების საგნათაც სიქსეს, ანუ ჩატოვებული ბომბებია რეალურად, რომლის აღმოფხვრაც არ ხდება და ყოველთვის ეს ხდება მე მიზეზი, აი ამ გავლენებისა საითკენ გადაიხრება ეს ასწორი და ვინ იქნება მოგებული ბოლოს, მაგრამ მოგებული ჩვენ არასდროს ამ შემთხვევაში არ ვრჩებით და არც დავრჩებით, იქამდე სანამ ძალიან სწორად არ შევაფასებთ არსებულ მოცემულობებს და სწორად არ გავიაზრებთ და გავიგებთ რა არის ჭეშმარიტება ამ შემთხვევაში და რა არის სიმართლე კონკრეტულ რელიგიელებთან იქნება ეს მიმართებით თუ რეგიონთან დაკავშირებით ახლა ჩვენ ერთმანეთზე ახლობელი მაგალითად ქართველებსა და სომხებს ჩვენ ვართ ხო კულტურულად თუ ცივილიზაციულადაც ყოველთვის ასეთი მოცემულობა იყო ხო იგივე სამაგალითო ურთიერთობები იგივე აზერბაიჯანთან თუ ზოგადად ისლამურ სამყაროსთან ეხლა რო აღარ ჩავიდეთ აღმაშენებელთან და მის რელიგიურ პოლიტიკასთან რომელსაც ის ახორციელებდა საქართველოში და მოგეხსენებათ რაღაც ესეთი სწავლებაც არის ხოლმე ხანდახან წიგნებში რომ ის ყურანს კითხულობდა თქვა ლოცულობდა მეჩეთში რაღაც გავსი ნარატივია ხოლმე ხო რა თქმა უნდა ის არ ლოცულობდა როგორც ქრისტიანი მეფე სხვა აღსარებლობის სალოცავში მაგრამ ეს ხას უსვამს მის განსაკუთრებულ ცოდნაზეც ისლამის და შემდგომ მის დამოკიდებულებაზეც რამდენად კომფორტულ გარემოში აცხოვრებდა აღნიშნული რელიგიის აღსარებლებს და ეს არის ამ ქვეყნის განსაკუთრებულობა, რომ მრავალფეროვნება, რელიგიური მრავალფეროვნება და სხვადასხვა რელიგია რო აღარაფერი ვთქვათ იმ ებრაულ თემზე, რომელიც საქართველოში მართლა 26 საუკუნეზე მეტია ცხოვრობს და ეს არის მათი სამშობლო და ანტისემიტიზმი ამ ქვეყანაში არ ყოფილა და არც იქნება და არც უნდა იყოს. იმიტომ რომ ჩვენ ჭეშმარიტად შევძელით და თუ რაიმე განსაკუთრებულად გამოარჩევს საქართველოს და თუ რაიმე უნდა დაიცვას და გაუფრთხილდეს, ეს არის სწორედ რელიგიათა ურთიერთპატივისცემა და ეს მრავალფეროვნების შენარჩუნება ამ ქვეყანაში და თუ დავაკვირდებით საიდან იწყება ხოლმე მთავარი პრობლემა და დაპირისპირება ჩვენი გარეშე მტერი კარგად აქვს ეს შესწავლილი ეს სფეროც რა თქმა უნდა როგორც ბევრი სხვა ნარატივის ნაწილი და აუცილებლად როცა ესეთი არევიჟამი დგება ამ ნაწილსაც აუცილებლად უნდა შეეხოს და ფაქტია რომ რელიგიური გავლენებით ვაჭრობა თუ შეიძლება ეს ტერმინი ძალიან აქტიურად რჩება დღის წესრიგში დღესაც და საერთოდ არ არის გასული დღის წესრიგიდან არამც თუ არ გასულა არამედ ყოველკვირეულად აქტიურდება და ყოველდღიურად აქტიურია ეს საკითხი და ღია არის ეს საკითხი აქედან გამომდინარე ამაზე გულის დამშვიდება რომ 21 საუკუნეა 2025 წელია და რელიგია ის გავლენა თუ რელიგია აღარ მონაწილეობს პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნაში მაშინ მოდი გადავხედოთ დღეს აქტიურ კონფლიქტებს და თუნდაც იგივე უკრაინასთან წავიდეთ იგივე შეთანხმების ერთ-ერთ მთავარ საკითხათაც რომელი საკითხი აქვს ჩადებული პუტინს თუნდაც ეკლესიასთან დაკავშირებით ხო ფაქტია რომ არ არის გასული ნამდვილად რუსეთზე და ჩვენს რეგიონზე და კონფლიქტზე უფრო ვრცლად და უფრო დეტალურად ვისაუბრებთ შემდეგ ეპიზოდში ამ ეპიზოდში მინდა რომ გავაგრძელოთ საუბარი თვითონ რელიგიებს შორის დინამიკაზე. ძალიან საინტერესოა ეს თემა, ახლა ჩვენ ვახსენეთ საქართველოში როგორ მულტიკულტურული და მულტირელიგიური, მრავალრელიგიური ტრადიციები გვაქვს. მაგრამ ისტორიულად ურთიერთობები გლობალურ დონეზე და არა კონკრეტულად საქართველოში სხვადასხვა არათუ აღსარებლობას შორის, არამედ თვითონ ქრისტიანობის სხვადასხვა ელემენტებს შორის, სხვადასხვა დენომინაციებს შორისაც საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა იყო. საინტერესოა დღესდღეობით ვატიკანსა და კონსტანტინოპოლს ან სტამბულს შორის, ამ ორსა და მოსკოვს შორის, ან ვთქვათ ისლამის თვალსაზრისით, მექა, მედინა, ხომი, სტამბული, რა დინამიკები არის? ნარჩუნდება თუ არა რაღაცა ერთობა თუ მაინც ისტორიულ დინამიკას მიუყვებით, ისტორიულ ტენდენციებს მიუყვებით და მაინც არის გარკვეული დაპირისპირებები ქრისტიანულ დენომინაციებს შორის და ისლამურ ერთმანეთში და ერთმანეთთან ასე ვთქვათ.
ესე იგი მაოცებს თქვენი შესწავლის დონე აღნიშნული თემების და სიღრმე, რაც მხოლოდ მისასალმებელია. აქ ორ ნაწილად უნდა გავყოთ რა. ერთი ის, რომ ისლამს ასეთი ინსტიტუციური მიდგომა არ ახასიათებს, ანუ გულისხმობს სტრუქტურული მიდგომა, როგორც თქვა, აქვს ვატიკანს ან მართლმადიდებლურ სამყაროს და ასეთი ვთქვათ, ერთი პაპი ან ერთი ლიდერი იქ არ არსებობს, მოგეხსენებათ, რომ ყველა ქვეყანას და ვთქვათ, ამ ისლამის აფსარებლობებს აყავთ თავიანთი ადგილობრივი სტრუქტურები გააჩნიათ მათ, მაგრამ არა ისეთი ინსტიტუციონალური მკაცრად, როგორც ამ შემთხვევაში ქრისტიანულ ტრადიციულ, როგორც რო ვიგულისხმოთ მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი, რომის ეკლესია. ამიტომ დავიწყოთ მაგალითად რომითა და კონსტანტინოპოლით, ან სტამბოლით, როგორც თქვენ საუბრობდით. უნდა ითქვას, რომ ეს დიდი დაშორების შემდგომ ძალიან აქტიურად იყო დიდი როლი ითამაშა დღევანდელმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ბოლო 35 წელიწადზე რო ვისაუბროთ, იმიტომ რომ 35 წელი ხდება კი, ზუსტად რომ რაც მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი გახლავთ, კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი, მან ძალიან გააქტიურა მისი წინამორბედის დაწყებული და მისი წინამორბედების დაწყებული საქმე, ანუ გულისხმობ რომთან ურთიერთობაზე. მოგეხსენებათ ეს დიდი სქიზმა და დიდი გაყოფის შემდგომ არ იყო ადვილი ასეთ პოლიტიკურ საკითხებზე დიპლომატიური პასუხების გაცემა, რაც შეძლო ბართლომეოსმა და იგივე იოანე პავლე მეორის პერიოდიდან მოყოლებული ძალიან აქტიურად დაიწყო როგორც მიმოწერა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის, ისე დელეგაციების გაცვლა თუ ზოგადად დიალოგის დაწყება მართლმადიდებლობასა და კათოლიკურ სამყაროს შორის, ოფიციალური კომისიების შექმნა, რომლებმაც დაიწყეს სტრუქტურიზებულად მუშაობა დაახლოებაზე კვლავ. რა იყო მიზეზები დაშორების და უფრო მეტად რადგანაც საერთო ფასეულობების, საერთო ქრისტიანობის გამზიარებლები გახლავთ, ხო? მოგეხსენებათ კათოლიკური სამყაროს და მართლმადიდებლური სამყაროს. იქ თქვათ იგივე ფილიოკვეს და თქვათ იმ საკითხების გამოკლებით, რომელიც დოგმატურ შინაარსად იქცა დაშორების მიზეზად და თქვათ პაპის პრიმატობასთან დაკავშირებით, თქვათ ეს უნივერსალური მართლობის საკითხთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გარდა აი ამ კომისიური რეგულარული შეხვედრებისა, რომელიც კონსტანტინოპოლსა და რომს შორის იმართებოდა და რომელშიც სხვა მართლმადიდებელი ეკლესიებიც აქტიურად, ანუ ავტოკეფალურ ეკლესიებს გულისხმობ, უკვე ათეული წლებია იღებენ მონაწილეობას, მათ შორის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაც მონაწილეობს აღნიშნული დიალოგში და აღნიშნული დიალოგი იმართება არა მხოლოდ მაგალითად მართლმადიდებლურ და კათოლიკურ სამყაროს შორის, არამედ ანგლიკანურ და მართლმადიდებლურ სამყაროს შორის, სადაც ასევე საქართველოს ეკლესიის დელეგაცია თითქმის ყოველთვის ვნახულობ ხოლმე, რომ იღებს მონაწილეობას და აქტიურად არის ჩართული სხვა მოძმე მართლმადიდებელი ეკლესიებთან, ავტოკეფალურ ეკლესიებთან ერთად და მიდის აქტიური დიალოგი სხვადასხვა საკითხებზე. იყო ისტორიული მოვლენა ის, რომ მაგალითად, როდესაც მოხდა ფრანცისკეს წინა პაპის ესე იგი აღსაყდრება ტახტზე ასვლა, პირველად დაესწრო მას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსიც იქ იდგა, როგორც ახალი რომის ეპისკოპოსი, მისი ტიტულიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, რომ კონსტანტინოპოლის მთავარებს ახალი რომის მთავარ ეპისკოპოსიც ასე იწოდება, რომის ეკლესიის ეპისკოპოსის აღსაყდრებას ესწრებოდა ახალი რომის მთავარ ეპისკოპოსი და შემდგომ უკვე მაგალითად ძალიან საინტერესო წერილია, რომელსაც პაპი ფრანცისკე, გარდაცვლილი პაპი ფრანცისკე წერს შემდგომ პატრიარქ ბართლომეოს, რომ მე არასოდეს დამავიწყდება თქვენი ჩამოსვლა ჩემს აღსაყდრებაზე და ჩვენი ლოცვა, ჩვენი საერთო ღმერთის ქრისტეს წინაშე და როგორც საოცარი სიტყვებით და სიყვარულით მიმართავს ფრანცისკე ბართლომეოს, ისე როგორც ბართლომეოსი ფრანცისკეს და მათი ეს მეგობრობა, მათი ერთობლივი წასვლა წმინდა მიწაზე იერუსალიმში და იქ ლოცვა ერთად ქრისტეს საფლავზე და იერუსალიმში ჩვენ საერთო სიწმინდის ადგილას და
მსგავსი ნაბიჯებმა ძალიან დაახლოვა და ძალიან ესე იგი ახლო ისე მიიყვანა ეს ორი დიდი ეკლესია დღეს ორი დიდი ეკლესია ჩამოყალიბებული მართლმადიდებლური და კათოლიკური სამყარო და ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა აი ამ დიალოგმა მთელი ამ წლების განმავლობაში იგივე ბართლომეუსის და ფრანცისკეს და პატრიარქ ბართლომეუსის ურთიერთობა იქამდეც კი მივიდა რომ ჯერ კიდევ პაპის გარდაცვალებამდე ფრანცისკეს გარდაცვალებამდე მოგეხსენებათ აქტიურად მუშაობდნენ და იყო ძალიან დიდი სურვილი მაგალითად რომ ერთად აღგვენიშნა აღდგომის დღესასწაული კათოლიკურ და მართლმადიდებლურ სამყაროს მართლმადიდებლური ეკლესიის კალენდრის მიხედვით ბართლომეუსის დიდი სურვილი იყო და თითქმის ბოლოში იყო გასული აღნიშნული შეთანხმება და იყო დაგეგმილი რომ პაპი ფრანცისკე ჩაბრძანებულიყო იზნიკში, ნიკიაში 1700 წლის იუბილისადმი მიზღვნილ ღონისძიებებში და მიიღო იქ მონაწილეობა და იყო საუბარი შესაძლოა მსგავსი ხელმოწერაც დაფიქსირებული იყო რომ ეს ორი დიდი ეკლესია ერთად იზეიმებდა მათ მთავარ დღესასწაულს, ბრწყინვალე დღესასწაულს ქრისტეს აღდგომისა, ხო? ну სამწუხაროდ პაპი გარდაიცვალა და ვეღარ მოხერხდებოდა ბუნებრივია მის ჩასვლა, მაგრამ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ახალი პაპის არჩევისას, როცა ლეონი იქნა გამორჩეული რომის ეკლესიის მეთაურად მოქმედი პაპი პატრიარქი ბართლომეუსი მაშინაც ჩაბრძანდა მის აღსაყდრების ცერემონიალურ დასასწრებად უკვე მეორედ მოხდა ეს და ესეც უკვე ნიშანი იყო იმ დამოკიდებულებისა, რომელსაც მართლმადიდებლური ეკლესიის თანასწორთა შორის უპირატესი პატრიარქი ბართლომეუსი იზიარებდა კათოლიკურ სამყაროსთან ერთად, როგორც სიხარულს ახალი პაპის არჩევის, ისე იმ სურვილებს, როგორ გააგრძელებდა ის შემდგომ ურთიერთობას მასთან. და ესეც განვითარდა უკვე ამ მცირე პერიოდში, ერთი წელიც არ არის გასული, რაც ახალი პაპი ყავს რომის ეკლესიას ისინი რამოდენიმეჯერ შეხვდნენ ერთმანეთს პაპი ლეონ სტუმრობდა ბართლომეუსი თუ არ ვცდები სამჯერ მანამდე უკვე რომში ასევე დელეგაციები სტუმრობდა მსოფლიო საპატრიარქოდან რომს და სხვა მართლმადიდებლური ეკლესიებიდანაც და ძალიან დიდი შედეგი იყო მოგეხსენებათ უკვე როგორც წეგანაც ვახსენე პაპი ლეონის პირველი სამოციქულო ვიზიტი ქვეყნის გარეთ და ისიც სტამბოლში, კონსტანტინოპოლში, იზნიკში, ისტორიულ ნიკიაში და ну შემდგომ უკვე ლიბანში, ხო? რაც შეეხება ესეთი არის დღეს, ესეთი პოზიტიურია დღეს კონსტანტინოპოლისა და რომის ურთიერთობა, თამაში რა თქმა უნდა რჩება იქ ბევრი რაღაც პოლიტიკური თუ სხვა განსხვავებულობები, მაგრამ ძალიან მკაცრად ვხედავთ მართლმადიდებლების და კათოლიკების ხედავენ, რომ მეთაურები მსგავს მეგობრები არიან ერთმანეთის და მათ შორის სხვა იერარქიებიც, ხო? მაყურებელს რო უფრო კარგად დავანახოთ ამ მოვლენების მნიშვნელობა. იმიტომ რომ ბევრს არ აქვს გააზრებული კონკრეტულად, ანუ რა წონა აქვს ამ სიტუაციას და რატო არის მნიშვნელოვანი და ხო არ ჯობია აუხსნათ კონკრეტულად ნიკეის კრების შედეგები და რამ განაპირობა კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიას შორის დაპირისპირება, რომ უკეთესად გამოჩნდეს რის შეთანხმებებზე არის საუბარი. დღესდღეობით აი ამ დიალოგის პროცესში, რომელიც იმართება ამ შემთხვევაში ორ დიდ ქრისტიანულ ეკლესიას შორის, მართლმადიდებლურ და თქვა კათოლიკურ სამყაროს შორის, წეგანაც ვახსენე ეგრეთ წოდებული, ანუ საკითხი ფილიოკვესი, რომელიც არის წამსის სიტყვებში და გულისხმობს რომელი მამისაგან და ძისაგან გამოვალს, ანუ ამბობს თქვა ფილიოკვეს და ჩვენ ამ შემთხვევაში ჩვენს გულისხმობ მე როგორც მართლმადიდებელი აღსარებულით რომელი მამისაგან გამოვალს. ანუ გამომავლობა სულიწმინდის გამომავლობას ეხება ეს საკითხი. ანუ კათოლიკურში არის მამისაგან და ძისაგან გამოდის, მამისაგან გამოვალს ჩვენ ან მართლმადიდებლები რომელი მამისაგან გამოვალს,
მამისათანა და დისათანა თაყვანის სიცემების და იდიდების და ასე შემდეგ გრძელდება მერე. და შესაბამისად ეს ბევრი დოგმატური ჩაშლა და არა მხოლოდ ეს, არამედ კიდევ სხვა ბევრი განსაცმენდელი საკითხი ვთქვათ, სულის გარდაცვალების შემდგომ შუალედს გოლთან დაკავშირებით, ხო, ჩვენ ვამბობთ, რომ არის 64 და ჯოჯოხეთი, ვთქვათ, იქ კათოლიკური სამყარო ამას ცოტა სხვანაირად უყურებს და მთელი რიგი კიდევ საკითხები და ასევე განსაკუთრებით ძალიან ვახსენებ პაპის პრიმატობა, პაპის ძალაუფლების საკითხი, ხო, სად ვრცელდება რომის პაპის ძალაუფლება, ხო, როგორც შემთხვევაში რომ ამსრის ყოველი ქრისტიანის თავია, ან ყოველი კათოლიკეს თავია, მართლმადიდებელი ეკლესიას აქვს სხვანაირი სისტემა მოგეხსენებათ, აქ ავტოკეფალური ეკლესიები ყველა თავის ტერიტორიაზე, იურისდიქციაში თავი არის კონკრეტული არჩეული პატრიარქი იქნება, ეს მთავარეპისკოპოსი იქნება თუ გააჩნია რა ქვია ამ რომელი ტრადიციის თქვათ მეთაური რა სახელი ქვია, კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესია, უნეტარესია თუ უბრალოდ მთავარეპისკოპოსია. ამიტომ დღეს ძირითადი შეფერხება თუ შეიძლება ასე ვთქვათ, დარჩა აი ამ ორ განსაკუთრებულ საკითხზე. როგორც არის ფილიოკვე, როგორც უკვე ვახსენე, ეს დოგმატური საკითხი თუ საიდან არის სულიწმინდის გამომავლობა, რა გზას გადის ჩვენ მადლამდე მიღების ნაწილში, ანუ მამისაგან, ძისაგან თუ მამისაგან, ანუ ეს საკითხი და პაპის პრიმატობის საკითხი, პაპის ძალაუფლების, ვთქვათ, იურისდიქციის გავრცელი, იურისდიქციული საკითხი. ჩვენ როგორც ვნახეთ, პაპმა წარმოსთქვა ფილიოკვეს გარეშე, სწამსი. ეს იყო სწორედ ძალიან დიდი ისტორიული მოვლენა. 1700 წლიანი ხო, ამ დაპირისპირების და რაღაცა პოლიტიკური ომების შემდგომ იგივე ხა ვესტფალია რო გავიხსენოთ, ხო, ვესტფალია ეს ზავი, რომელიც მე-17 საუკუნეში 1648 წელს დაიდო, მანამდე მოგეხსენებათ 30 წლიანი სისხლიანი დაპირისპირება იყო კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის, ხო, რომელიც იდეური რელიგიური ომად ითვლება პირდაპირ და ევროპის კონტინენტი სრულად შეცვალა და სუვერენიტეტი პირველად აი ამ რელიგიურმა დაპირისპირებამ წარმოშვა, რასაც დღესაც ვიყენებთ საერთაშორისო ურთიერთობებში, როგორც საწყის მაგალითად სუვერენული პრინციპების და განაწილების, პოლიტიკური განაწილების წამოწევის სწორედ რელიგიური მიზეზი გახდა და ის 30 წლიანი დაპირისპირება. აგერ მე-17 საუკუნის ამბავს ყვებით და არა ვთქვათ 325 წლის ამბავს, ხო, ვთქვათ ნიკეის ნაწილში და დღესაც კონკრეტულად ეს ნაბიჯიც ყველა ელოდა პაპი როგორ იტყოდა მრწამს, მაგალითად იზნიკში, ნიკეანში და დავინახეთ რომ პაპმა ეს არ გააკეთა და ძალიან დიპლომატიური ნაბიჯი გადადგა და იყო ესეთი კომენტარები რომ არ არის ჩვენთვის ეს არსებითი რომ შეგვიძლია ესე იგი ამ საკითხზე ვისაუბროთ და ფაქტია რომ უკვე კონკრეტული შედეგები აი ამ დიალოგმა გამოიღო, თუნდაც ფილიოკვესთან დაკავშირებით. ეხლა რჩება იურისდიქციის საკითხი, ეხლა მოგეხსენებათ რომ საქართველოს კათოლიკის მეთაურიც არის რომის პაპი, ისე როგორც უგანდაში თუ სადღაც სამხრეთ ამერიკის რომელიმე უკიდურეს წერტილში თუ ინდოეთში თუ არა აქვს ამას ავსტრალია, არა აქვს. მსოფლიოს სადაც არ უნდა ეს უნივერსალურობა აქვს, ხო, პაპს რომ ის არის ყოველი კათოლიკის მეთაური და ესეთი დაყოფა კი არის მათანაც თქვათ ეპარქიული დაყოფები და ადმინისტრაციული დაყოფები და შემდეგ მათ შორის საქართველოს რეალობაშიც, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორც მართლმადიდებლებს აქვთ რომ თქვათ ავტოკეფალური ეკლესიის ნაწილში ისინი იხსენიებენ მათ მეთაურს, თქვათ ეს იქნება საქართველოს, სერბეთის, ბულგარეთის, რუმინეთის თუ საბერძნეთის და შემდეგ, ყველას ყავს თავისი მეთაური და ისინი არიან თანასწორი ძმები და ეს დიპტიხზეც ვერ მოხდა შეთანხმება, მოგეხსენებათ ეს დიპტიხი არის უკვე რომელი ეკლესიის შემდგომ რომელი უნდა იქნას მოხსენიებული და წარმოთქმული და ეს უნივერსალურობა ვერ იქნა ამ ეტაპამდე მიღწეული, ანუ თქვათ პირველი ვიცით რომ კონსტანტინოპოლი უნდა იყოს, ხო? თანასწორთა შორის უპირატესი არის კონსტანტინოპოლის ეკლესია. და მე თანმიმდევრობა როგორ უნდა მოხდეს და საქართველოს ეკლესია რომელ ადგილზე უნდა იყოს. რაღაც ორ დიპტიხს ამბობენ ხოლმე ერთი თქვათ ბერძნული სამყაროსთვის განკუთვნილი, სადაც თქვათ ჩვენ
მე-9 ადგილზე მოგვიხსენიებენ, მეორე ეგრეთ წოდებული რუსული დიპტიხი, თუ ესეთ სამყაროსაც ჩვენ მე-5 ან მე-6 ადგილზე მოგვიხსენ, მე-6-ზე, იმიტომ რომ რუსეთი ჩვენზე წინ ჩაჯდა რატომღაც ამ დიპტიხში და მათსავე დიპტიხი და ჯერ მოსკოვის პატრიარქი უნდა მოიხსენონ და მე საქართველოსი. ამას ისეთი იყო ამაზე მსჯელობაც დიდ კრებაზე, რომელიც გაიმართა კრეტაზე. Modern წლის წინ სადაც სამწუხაროდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ მონაწილეობდა, მათ შორის ამ დიპტიხის საკითხზე უნდა ყოფილიყო მსჯელობა, მაგრამ ვერ მოხდა ეს. პირველი ვინ არის დიპტიხში? კონსტანტინოპოლი. მეორე? ანტიოქია, ალექსანდრია, იერუსალიმი. ანუ ბოლოში ჩამოდის მაინც ყველა ვარიანტი საქართველოს. არა, ჩვენ როგორც წესი სამართლიანად გვაქვს სურვილი, რომ ყოფილიყავით მე-5, მე-6 ადგილზე ამ შემთხვევაში ისტორიული მდგომარეობიდან და ზოგადად საპატრიარქო ტახტებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩვენ ისტორიულად იგივე კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ ცნობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მე-5 საუკუნიდან დღემდე და მეორე სიგელი გასცა, სწორედ აი თან ახალი ამჟამინდელი პატრიარქი ბართლომეოსის, მაშინ ფილადელფიის მიტროპოლიტი ბართლომეოსის დიდი ძალისხმევითაც წინა მსოფლიო პატრიარქის პირობებში, როდესაც კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის ზღვაწელს უნდა გაესვას აქ ხაზი, რომ ძალიან დიდი შრომა იქნა გაწეული, რომ 1811 წელს, როდესაც რუსეთმა გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ერთმორწმუნე რუსეთმა ესეთი სიკეთე რო გაგვიკეთა, რომ ჯერ 1801 წელს სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა და 1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა საკათოლიკოს საბჭო დაუქვემდებარა ყველანი როგორც თვითონ ამობენ წმინდა რუსეთს, ხო? უკვე კი ჩვენ 1917 წელს კირიონ მეორის პატრიარქობით მოხდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. მოგეხსენებათ, შემდგომ უკვე 1 წელიწადში მოკლეს კირიონი ჩვენმა ვისი ხელი იქნებოდა ახლა გარეული აქ არაპატიეს ამ კაცს და როგორ ბინძურად მოიშორეს, ვითომ თავი მოიკლა რეზიდენციაში, ხო? მაგრამ ერთია რომ ჩვენ გამოვაცხადეთ ავტოკეფალია, მაგრამ მეორეს ხო სჭირდებოდა ამას ლეგიტიმაცია, ხო? სხვა ეკლესიებსაც უნდა ეცნოთ, განსაკუთრებით უნდა ეცნონ ყველაზე მთავარ ლეგიტიმატორს და აი აქ ერთ საკითხს მინდა რომ ძალიან კარგად გავუსვა ყურადღება. დღეს ხშირად გვევაჭრებიან ხოლმე რომ აი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობაზე არ ცნობაზე რომ მიდის საკითხი, რომ აი რუსეთი გვემუქრება რომ თუ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობთ, ისინი აფხაზეთის ან რაღაც ეკლესიის ავტოკეფალიას ცნობენ. ერთადერთი ლეგიტიმატორი დღეს მსოფლიოში, ვისაც შეუძლია რომ მართლმადიდებლურ სამყაროში ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭოს, ეს გახლავთ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო. სხვა მეორე ლეგიტიმატორი აქ არ არსებობს და ამ თემით ვაჭრობა რომ ახლა მე როგორ შემიძლია მაგალითად ლეგიტიმური გავხადო რომელიმე სახელმწიფო, ხო, ერთ გიორგი ფარეშიშვილს, მე ხო არ შემიძლია ეს, რაც არ უნდა მომწონდეს, რაც არ უნდა მხარს უჭერდე ვინმეს დედამიწაზე, ხო? ისევე რუსეთს ლეგიტიმურად ჩვენ თუ საუბრობთ საეკლესიო ტრადიციაზე და საეკლესიო კანონებზე, არანაირად არ შეუძლია და არც ერთმა კანონიკურმა ეკლესიამ არ უნდა აღიაროს, რაც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა ვინმეს ავტოკეფალია ამ შემთხვევაში კონსტანტინოპოლის გარეშე ხასუსო. კონსტანტინოპოლის ანუ მსოფლიო საპატრიარქოს თანხმობით და მისი სინოდის თანხმობით, კი ბატონო. ეს არის ლეგიტიმური გზა, როგორც მოიქცა კონსტანტინოპოლი, როდესაც მიანიჭა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია. რამდენიმე წლის წინ, ხო? ამიტომ ნარატივს რო დაუბრუნდეთ, ნამდვილად არ ხელეწიფების არავის ავტოკეფალიის მინიჭება კონსტანტინოპოლის გარეშე და ეს არის ის მოცემული საეკლესიო ტრადიცია და როგორც შეგვიძლია ვთქვა საერთაშორისო სამართალი ასე რეგულირდება ეკლესიაში, მართლმადიდებელ ეკლესიაში ამ შემთხვევაში და ეს ურთიერთობები დღეს არის ძალიან რთული მაგალითად მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის. უბრალოდ ურთიერთობები არ არსებობს. იმ ნაწილში რომ კონსტანტინოპოლმა მოსკოვმა ევქარისტიული, ანუ ლოცვითი კავშირი გაწყვიტა კონსტანტინოპოლთან, მას შემდეგ რაც კონსტანტინოპოლმა სცნო
უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია. თქვენი შეკითხვაც სწორედ ამას უკავშირდებოდა, ხო, როგორია ეხლა მათი ურთიერთობები, რამდენი ისინი ერთად არიან, ხო? რომთან ინარჩუნებს, რა თქმა უნდა, მოსკოვი ურთიერთობას რომის ეკლესიასთან, კათოლიკურ ეკლესიასთან, მაგრამ არა დიდად მეგობრულს და არა დიდად ესეთი ძალიან კეთილგანწყ, მაგრამ ის დიპლომატიურ დონეზე, რადგანაც ისინიც კარგად ხვდებიან, რომ რომის ეკლესია არის ყველაზე მთავარი ძალა ქრისტიანობაში დღეს, ხო, პოლიტიკური დღის წესრიგითაც, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ვატიკანი დღესაც თავისი ნუნციუსების და დიპლომატიური წარმომადგენლობის მეშვეობით მთელ მსოფლიოშია გაშლილი და ისევე მაქსიმალურად დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ვატიკანის დიპლომატია მთელ დედამიწაზე, ხო, მათ შორის როგორც აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში იქნება თუ ევროპულ სახელმწიფოებზე რო აღარაფერი ვთქვათ, ხო? ამიტომ, რა თქმა უნდა, რომთან ურთიერთობას ინარჩუნებს მოსკოვი, მაგრამ რაც შეეხება კონსტანტინოპოლთან, მას ცალმხრივად გაწყვეტილი აქვს ევქარისტიული, ანუ ლოცვითი კავშირი. ანუ არ მოიხსენიებს მოსკოვის პატრიარქი კონსტანტინოპოლის პატრიარქს წირვაზე და ლოცვისას. ანუ და მასთან ერთად არ ეზიარება საერთო ბარძიმიდან. და შესაბამისად მათი სამღვდელოებასაც მკაცრად ეკრძალება კონსტანტინოპოლის ეკლესიის მსოფლიოს საპატრიარქოს წარმომადგენელთან ერთად ლოცვა, ანუ საუბარი ერთ მართლმადიდებელ ეკლესიაზე და რა შეება პოლიტიკა, როგორ მოქმედებს ან ერთი მეორეზე, ან ერთმანეთზე, ხო, კონკრეტული მაგალითი და ესე იგი მაგრამ მსოფლიოს საპატრიარქოს არ აქვს ამოღებული დიპტიხიდან და ლოცვიდან რუსეთის ეკლესია, ის იხსენიებს მოსკოვის პატრიარქს, მსოფლიო პატრიარქი, ჩვეულებრივ როგორც იხსენიებდა, ისევე დიპტიხში იხსენიებს მას, იმავე ადგილზე, სადაც ის იხსენიებდა, რადგან ის სამართლიანად თვლის, რომ მას არაფერი არ დაუშავებია მოსკოვისთვის. მან გამოიყენა ძალიან სამართლიანად თავისი ისტორიული მოცემულობა, რომელიც ახლა და რომელიც იყო ყოველთვის და სამართლიანად მიანიჭა ყველა წესის დაცვით უკრაინას ავტოკეფალია, არანაირი წესი არ ყოფილა კონსტანტინოპოლის მხრიდან, ეს მისი უკაცრავად გამოდახირება არ ყოფილა არც რომ გინდა თუ არა ამით მრევლი წაერთმია მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი უკრაინული ავტონომიური ეკლესიისთვის, რომელიც დღესაც არსებობს, მოგეხსენებათ, უკრაინაში საკმაოდ დიდი ოდენობის მრევლით, ხო? ყველა ნაბიჯი გადადგა კონსტანტინოპოლმა იქამდე ვიდრე ავტოკეფალიას ცნობდა უკრაინის რომ გაიარათ იმ არსებულ ჯგუფებს, რომლებიც გარდა ვთქვათ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ჯგუფისა, მოგეხსენებათ იქ ავტოკეფალის ჯგუფებიც არსებობდა, ხო? იგივე ფილარეტ დენისენკო, უკრაინის საპატიო პატრიარქი დღეს, რომელიც 90-იანებიდან დაწყებული იყო განხეთქილებაში მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ ეკლესიასთან და მან ის თვლიდა, რომ ის იყო არჩეული, ვთქვათ, იმ ჯგუფის მიერ, რომელიც გაერთიანებამდე ამ შემთხვევაში ავტოკეფალის მიღებამდე ავტოკეფალურ ეკლესიად, ცალკე ეკლესიად იყო მოხსენიებული. და შემდგომ სწორედ მოხდა გამაერთიანებელი კრება უკრაინის მართლმადიდებლების იქ სხვა ჯგუფებიც მონაწილეობდნენ, რომლებმაც გამოუარჩიეს მწყემსთავრად კონსტანტინოპოლის წარმომადგენლიც ესწრებოდა მას, მიწვეული იყო მიტროპოლიტი მსოფლიოს საპატრიარქოსი და მანამდე იქნა შესწავლილი ეს საკითხები, მისი ისტორიული წარსული, რამდენად ჰქონდათ უკრაინელებს ამის მოთხოვნის უფლება, საშუალება, იქ მთელი ისტორიული დოკუმენტები იყო შესწავლილი, ან ყველა გზა, ყველა კანონიერი გზა გაიარეს და სინოდმა მსოფლიოს საპატრიარქოს მისცა ამას მსვლელობა, რეკომენდაცია და აგერ გამოარჩიეს მე ამ მოქმედი მიტროპოლიტი კიევისა და უკრაინის ეპიფანე, რომელიც იყო შემდგომ აღსახტრებული და მიიღო ეს ტომოსები კონსტანტინოპოლში იმ დროინდელ უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, ხო? მაგრამ შემდგომ ვინც აღიარა კიდევ ეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, მოსკოვმა იმათანაც გაწყვიტა ეს ურთიერთობა და ამოიღო ლოცვიდან მათთან მოხსენიება და აღარ იხსენიებს იგივე აფრიკის ალექსანდრიის საპატრიარქოსზე საუბრობ, აღიარეს მათ ცნეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, მოგეხსენებათ, ასევე საბერძნეთმა
და მოსკოვმა მათთანაც კაცრად შეაჩერა. არამც თუ მაგალითად აფრიკის საპატრიარქოსთან მან გაწყვიტა ევქარისტიული ურთიერთობა, ანათემის დონეზეა გადაცემული აფრიკის ალექსანდრიის საპატრიარქოს მხრიდან მოსკოვის საპატრიარქოს ეგზარქოსი, რომელიც უკანონოდ შეიჭრნენ მოსკოვის საპატრიარქო უკანონოდ შეიჭრა აფრიკის ტერიტორიაზე ალექსანდრიის საპატრიარქოს იურისდიქციაში, იქ გააგზავნა მღვდელმთავარი, რომელიც მანამდე ცხინვალში ეჯდა, ცხინვალში აშენებინა ეკლესიები უკანონოდ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის დარღვევით, მინდა ვთქვა, ცხინვალის ცენტრში აშენებინა ტაძარი და ალანიის ეპისკოპოსი, რომელიც ყავდა. ამჯერად აფრიკაში მიავლინა ეგზარქოსად. პირდაპირ ამ სახელწოდებით ეგზარქოსი იყენებენ მოგეხსენებათ დღესაც. და ეს არის პირდაპირ საეკლესიო სამართლის უხეში დარღვევა, როცა ავტოკეფალური ეკლესიის ტერიტორიაზე სხვა ეკლესია ნებართვის გარეშე იჭრება და იქ დაიწყო მღვდლების გადაბირება, მართლმადიდებელი სამღვდელოების ალექსანდრიისა და აფრიკის საპატრიარქოსი, შესაბამისად მრევლის გადაბირება, მოგეხსენებათ დიდ ფინანსურ რესურსს დებს რუსეთის სახელმწიფო თავის ეკლესიაში და ამას ერთ-ერთი რბილი ძალის თუ არა რბილი ძალის ნაწილად იყენებს უკვე. მსოფლიო ამ შემთხვევაში ალექსანდრიის და აფრიკის პაპმა და პატრიარქმა ყველა ეკლესიის მეთაურს დაუგზავნა წერილები და აცნობა ეს ამბავი, რომ ასეთი უხეშად შეიჭრა რუსეთი მის იურისდიქციაში. სამწუხაროდ კი ძალიან ბევრმა ეკლესიამ ეს ყველაფერი დაგმო, მაგრამ მეტი რა შეუძლია ხო ეკლესიის წარმომადგენლებს ამ დაგმობის ჯარი და ის არ აყავს, რა ქვია, რაღაცა ომი აწარმოოს თუ როგორც არის. და რუსეთი აქტიურად განაგრძობს გადაბირებას, რუსეთის ეკლესია აფრიკის კონტინენტზე, აი მართლმადიდებელი მრევლისა და იურისდიქციის გადაბირებას, გამოიყენა აფრიკის ეკლესიის მეთაურმა თავისი სამართლიანი უფლებამოსილება და ესე იგი გადასცა ანათემას ეს ეგზარქოსი თავის მხლებლებიანად და მაგრამ ეს რელიგიურად უდიდეს სასჯელია და ამაზე დიდი სასჯელი არ არსებობს, მაგრამ ისინი ბედნიერად აგრძელებენ თავის ესეთი ბოროტ პროზელიტისტურ საქმიანობას აფრიკის კონტინენტზე, ისევე როგორც ეს ზოგადად მათი ხელწერა საერთო არა მხოლოდ იქ მოგეხსენებათ, ისინი უკანონოდ არიან შეჭრილები აფხაზეთის ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში და იქაც საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის არცნობითა და დარღვევით ახორციელებენ რელიგიურ მსახურებებს. ასე ვთქვათ, აგრესიულად არ უზით ეპისკოპოსი იგივე სოხუმში თუ ცხინვალში და ვითომ ცნობენ ისინი საქართველოს ეკლესიის ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ იგივე მოსკოვის პატრიარქი, როცა თავის რეზიდენციაში მასპინძლობს ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტებს ცხინვალისა და სოხუმის, ამას როგორ შეიძლება რა პასუხი უნდა გავცეთ ამ საკითხს, ეს არის ცნობა თუ არ არის ცნობა, აბა ვის მასპინძლობს, რას მასპინძლობს, ხო? და რას ულოცავს დღესასწაულებს, რო ულოცავს როგორც პრეზიდენტებს და როგორც სახელმწიფოს მეთაურებს, ხო? ძალიან საინტერესოა აქ. კი, ძალიან საინტერესოა ნამდვილად და ძალიან საინტერესო თემა წამოწია, რომელსაც დარწმუნებული ვარ სიღრმისეულად შევეხებით უფრო შემდეგ ეპიზოდში, სადაც უშუალოდ რუსეთის გავლენებზე ვისაუბრებთ ეკლესიაზე. იგივე დინამიკა შეინიშნება თუ არა, ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ ისლამში არ არის ისე როგორც ქრისტიანობაში, რომ ძალიან ორგანიზებულად მრავალი ქვეყნის, ასე ვთქვათ, რელიგიური ლიდერი რაღაც გაერთიანებაში იყოს. რა დინამიკა არის შიიტურ და სუნიტურ დაპირისპირებას გარდა არის თუ არა სხვა პოლიტიკური დაპირისპირებები ისლამებს შორის, ასე ვთქვათ. ისლამური მიმდინარე, იცით, თამათ შეიძლება ვთქვათ ის ფაქტი, რომ ესეთი არის კონკრეტული ერთეული შემთხვევები აზიაში განსაკუთრებით, სადაც ესე იგი ძალიან დიდ უბედურებამდეც კი იქნა მისული, ვთქვათ, მათ შორის ისლამს შორის შიგნით დაპირისპირებები, მაგრამ ამას გადაც გლობალური სახე არ მიუღია საბედნიეროდ.
იგივე ცენტრალური აზიის ნაწილში მოგიხსენებათ, რომ ისლამის ლიდერები ცდილობენ, რომ სხვადასხვა კონფერენციების სახით თუ სხვადასხვა შეხვედრების თუ რელიგიების ლიდერების შეხვედრების სახით მათ ისაუბრონ მათ საერთო ფასეულობებზე და მაქსიმალურად მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მათ შორის დაპირისპირება. იგივე უნდა აღინიშნოს, რომ ირანი საკმაოდ დიდ რესურსს ახარჯებს, იყენებს მსგავსი რელიგიური შეხვედრებისთვის ისლამის აღმსარებელ სასულიერო როგორც შიიტურ, ისე სუნიტურ წარმომადგენლებს შორის და იგივე ყუმში, თქვენ ახსენეთ ქალაქი ყუმი, თეირანი და სხვა რელიგიური ცენტრები, რომლებიც ირანში გახლავთ, ძალიან ხშირად მასპინძლობს მსგავს კონფერენციებს, მსგავს შეხვედრებს, მათ შორის მონაწილეობენ საქართველოდან ჩასული, როგორც ქართველი სასულიერო პირები, ისე აქ არსებული, თქვათ, ზოგადად ჩვენთან მოგეხსენებათ, რომ არის მუსლიმთა სამმართველო, რომელიც შედგება როგორც შიიტი, ისე სუნიტი სასულიერო მრევლისაგან და მოხდა ამის მოგეხსენებათ სახელმწიფოსაგან მაქსიმალურად მხარდაჭერაც და თავის დროზე იგივე ქონებრივი საკითხების რეგულირების მიზნითაც იყო კანონიც მიღებული ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ და ადრე თუ მხოლოდ შპს თუ კერძო სამართლის ობიექტებად შეეძლებათ რელიგიებს დარეგისტრირებული იყვნენ რამოდენიმე ტრადიციულ რელიგიებს და შეეცვალათ ეს მდგომარეობა და დღეს უკვე ეგრეთ წოდებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად რეგისტრაცია შეუძლიათ მათ და იგივე სახელმწიფოს აქვს დღეს ქართულ რეალობაში ესე იგი საბჭო მოქმედებს რელიგიის სააგენტოსთან, სადაც ქონებრივ საკითხებზე მიდის ხოლმე მსჯელობა და გადაცემის საკითხები და ასე შემდეგ. და აღნიშნული სასულიერო პირებიც მონაწილეობენ ხოლმე ასეთ ფორმატის ღონისძიებებში, იგივე ირანსა თუ სხვა ისლამურ სახელმწიფოებში. უნდა ითქვას ძალიან თამამად, რომ ერთი შეხედვით ისლამური სამყაროც ცდილობს მაქსიმალურად, რომ ისედაც საკმაოდ დიდი დაპირისპირებებისა და გამოწვევების ფონზე მათ შიდა კონფლიქტები, თუნდაც რელიგიური ნიშნით, ესე მასშტაბურად და გლობალურად არ იყოს წარმოჩენილი და თანამშრომლობის გზით მოაგვარონ ეს ყოველივე მიუხედავად იმისა, როგორც უკვე აღნიშნე, რომ ინსტიტუციონალურად ესეთ გამიჯნული არ გახლავთ ისლამური სამყარო და ესე დაყოფილი არ გახლავთ. იგივე თურქეთში უნდა აღინიშნოს, რომ ესე იგი საკმაოდ დიდი ყურადღება ექცევა ასევე ამ ნაწილს, თქვა სუნიტურ სამყაროზე თუ ვისაუბრებთ და საკმაოდ დიდ ცენტრად არის ქცეული და სახელმწიფო დონეზე მოგეხსენებათ, რომ ესე იგი არსებობს ეს თქვა რელიგიის სამმართველო, რომელიც კურირებს მთელს ტერიტორიაზე როგორც რელიგიურ ძეგლებს, ასევე სასულიერო პირების საქმიანობას, მათ განათლებას, ლიტერატურას და ასე შემდეგ და სახელმწიფო საკმაოდ დიდ ფინანსებს დებს და მათ შორის პრეზიდენტი ერდოღანიც ხშირად ჩნდება ხოლმე მეთაურთან ერთად აღნიშნული ქვეყნისა მთავარ სასულიერო ლიდერთან ერთად, რომელიც ყოველი თურქეთის ყოველი სუნიტის ლიდერად მოიაზრება ამ შემთხვევაში და საკმაოდ დიდი განათლების მქონე ადამიანი გახლავთ და ძალიან კარგი დიპლომატი, რომელიც ასევე წარმატებით იყენებს თავის ნიჭს და სახელმწიფოს მხარდაჭერას იმისათვის, რომ მოხდეს იგივე სასწავლებლების გახსნა იქნება ეს თუ ლიტერატურის გავრცელება არა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე, არამედ სხვა ქვეყნებშიც, სადაც და ბევრი რაღაც სხვა ქველმოქმედო აქტივობებში იღებენ მონაწილეობას თუ იგივე ეხმარებიან იმ ქვეყანაში მცხოვრებ, იგივე მაგალითად საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს, თქვათ, სხვადასხვა საჭიროებებში და ეს იქნება საქველმოქმედო, თქვათ, შეჭირებული ოჯახების დონიდან დაწყებული თუ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ნაგებობების მხარდაჭერით დამთავრებული.
არა მხოლოდ სასულიერო ლიტერატურის მიწოდებით, რომელიც მოგეხსენებათ, რომ არ არის ადვილი და ასევე იგივე მაგალითად საქართველოში არ გააჩნია სასწავლებელი, ხო, ოფიციალური უმაღლესი სასწავლებელი იგივე ისლამურ თემს და აუცილებელი ხდება მათი ქვეყნიდან გასვლა, რომ მიიღონ მათ განათლება ამ მიმართულებით, ეს იქნება თურქეთში, ირანში, ეგვიპტეში თუ სხვა ისლამურ სახელმწიფოებში და შემდგომ დაბრუნდნენ ქვეყანაში და თქვათ იქადაგონ მეჩეთებში და მათ მრევლთან ამიტომ არის მხოლოდ მხარდაჭერა ძალიან დიდი მათ შორის როგორც ირანიდან საქართველოში არსებული ისლამური თემისადმი სხვადასხვა აქტივობებში ასევე თურქეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან რომ მოგეხსენებათ ჩვენ არა ვართ მუსლიმური უმრავლესობით ისლამური უმრავლესობის ქვეყანა და შესაბამისად არის ბევრი საჭიროება მრევლში და მრევლიც არ არის ცოტა საქართველოს რეალობაში ისლამის აღსარებელი და ამიტომ ხშირად გვეხმარებიან ხოლმე აღნიშნული ქვეყნების სხვადასხვა საჭიროებებში. ამიტომ ძალიან საინტერესო არის ეს ტენდენციაც, როგორც უკვე ვთქვით, ისლამურ სამყაროსთან მიმართებით და საკმაოდ წარმატებულიც და გააზრებულიც მათი მხრიდან, როგორც საერთო რელიგიის მქონე ადამიანებისა, რომ მათ კიდევ დამატებით უფრო არ დაძაბუნ და არ გამოიწვიონ სხვადასხვა კონფლიქტები მათ რეგიონში. კი ბატონო. ძალიან საინტერესო არის ეს ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა გიორგი, ძალიან საინტერესო თემა იყო. გარკვეულ თემებს, რასაც ახლა შევეხეთ, უფრო სიღრმისეულად შევეხებით შემდეგ ეპიზოდში კონკრეტულად ჩვენ რეგიონზე, მაგრამ ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ გლობალური კონტექსტისთვის ეს საკმარისი არის. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ კი დაგიბრუნდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 8 საათზე. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ.